მედიის თავისუფლების გაუარესებული მდგომარეობა და ჟურნალისტიკის მდგრადობის დაკარგვის საფრთხე. ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმამ ევროპაში მედიის თავისუფლების შესახებ ყოველწლიური ანგარიში წარადგინა, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი. დოკუმენტის თანახმად, მიუხედავად მედიაზე განხორციელებული უპრეცედენტო ზეწოლისა, ქართველმა დამოუკიდებელმა ჟურნალისტებმა გასაოცარი სიმტკიცე გამოიჩინეს და მუშაობას აგრძელებენ. თუმცა სამართლებრივი გარანტიებისა და დამოუკიდებელი ინსტიტუტების არარსებობის პირობებში დაუყოვნებლების საერთაშორისო მხარდაჭერისა და ზეწოლის გარეშე ქვეყანაში ჟურნალისტიკა მდგრადობის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას. ანგარიში ასევე ვკითხულობთ, რომ საქართველოში მედიის მდგომარეობა საგანგაშო ტემპით გაუარესდა. 2025 წლის 1 აპრილს პარლამენტმა მიიღო უცხოური აგენტების შესახებ კანონის ახალი ვერსია, რომელიც 25,000 ლარამდე ჯარიმას და 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 2025 წლის 12 ივნისს პარლამენტმა მიიღო ცვლილებები გრანტების შესახებ კანონში, რომელიც უცხოელ დონორებს ავალდებულებს, რომ გრანტების გაცემამდე აღმასრულებელი ხელისუფლებისგან წინასწარი თანხმობა მიიღონ. მაუწყებლობის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც ძალაში 2025 წლის ივნისში შევიდა, აფართოებს მედიის მარეგულირებელი ორგანოს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უფლებამოსილებებს, რათა დაარეგულიროს ფაქტობრივი სიზუსტე, სამართლიანობა და კონფიდენციალურობა, რაც ადრე თვით რეგულირების გზით კონტროლდებოდა. 2025 წლის ივნისში პარლამენტმა მიიღო ცვლილებები საქართველოს კანონში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ, რომლებმაც შეამცირეს არსებულ დაცვა და გაზარდეს პასუხისმგებლობა ცილისწამებისა და შეურაცხყოფისთვის. იმავე თვეში პარლამენტმა საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების პროექტი წარადგინა, რომელიც მნიშვნელოვნად შეზღუდავს ჟურნალისტების მიერ სასამართლოს შენობიდან რეპორტაჟების განხორციელების შესაძლებლობას. სასამართლოს შენობებში, სასამართლო დარბაზებსა და მიმდებარე ტერიტორიებზე ფოტო, ვიდეო და აუდიო ჩანაწერის ან ტრანსლაციის აკრძალვით. გარდა ქართული ოცნების მიერ მიღებული რეპრესიული კანონებისა, დოკუმენტში საუბარია პროფესიული საქმიანობის შესრულებისას ჟურნალისტების თვითნებური დაკავებებისა და დაჯარიმების შესახებ. ევროსაბჭოს მედიის თავისუფლების ანგარიში ცალკე თავი ეთმობა მზია ამაღლობელს. 2025 წლის 6 აგვისტოს უკიდურესად პოლიტიზებული სასამართლო პროცესის შემდეგ საქართველოს ორი ყველაზე გავლენიანი დამოუკიდებელი მედია გამოცემის, ბათუმელებისა და ნეტგაზეთის თანადამფუძნებელსა და დირექტორს მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მისი საქმე საქართველოში პრესის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა. ქართული ოცნების მხრიდან მედიაზე გაძლიერებული ზეწოლის ფონზე ამ ფაქტმა ფართო საერთაშორისო ყურადღება მიიპყრო. მზია ამაღლობელმა გადამწყვეტი როლი ითამაშა საქართველოს დამოუკიდებელი მედია ლანდშაფტის განვითარებასა და ქვეყანაში ჟურნალისტური სტანდარტების ჩამოყალიბებაში. თავისი კარიერის განმავლობაში ამაღლობელმა გამოიჩინა სამაგალითო სიმამაცე და ურყევი ერთგულება დემოკრატიული ღირებულებების, პრესის თავისუფლებისა და ჟურნალისტთა უფლებების დაცვის მიმართ. ანგარიში, რომელიც 2025 წლის მდგომარეობას მიმოიხილავს, პრესის თავისუფლების დამცველმა 15 ორგანიზაციამ და ჟურნალისტურმა ასოციაციამ, მათ შორის საერთაშორისო პრესის ინსტიტუტმა მოამზადა. დოკუმენტში საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელზეც არის საუბარი. ანგარიშის თანახმად საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა ჟურნალისტები ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და ნინო ზაუტაშვილი მას შემდეგ გაათავისუფლა, რაც მათ საჯაროდ გამოთქვეს შეშფოთება მაუწყებელში პოლიტიკური ჩარევის შესახებ. ანგარიშის თანახმად ამ და სხვა ფაქტების გამო კვლავ არსებობს შეშფოთება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით.